წავედით ჩიხში. უფრო ჩქარა უნდა ატრიალო რული და უფრო ნელა უნდა ატარო მანქანა. მოუხვი კარგად. ჩაგდა. წავედით. მოუხვი მარჯვნივ, ნელ-ნელა, შენოლდი, მოუხვი ჩქარ-ჩქარა მარცხნივ ბოლომდე, წინ იყურე ახლა. არ უნდა ჯერ, არა. ნახე მანქანის ხვირი გასწორდეს და რული გაასწორე უცებ. გაჩერების გარეშე, გაასწორე. აი ეგ. წადი სწორად და გააყოლე ჯობს თვალი. როგორც კი შუაში აღმოჩნდება. რა უკან, არა, კარგია. მარჯვნივ მოუხვი, მარჯვნივ. საითაც პარკირება იქით. მარცხენა სარკეში იყურები და უნდა გამოჩნდეს 3 ჯოხი, ხო? გაასწორებ საჭეს. აჰა. სწორი რულით ზე წყვეტილ ზოლზე დააყენე უკანა საბურავი. აი მას. ნელაიერა. ცოტა კიდე უნდა, თორე ნახე აი დააკვირდი შენთვის. კარგი. პარკინგი ხელის მოხრუჭი და ვადგით ტორმოს ისევ ჩაწვი ხელის მოხრუჭი. წადი შემდეგი პარალელური პარკირება გააკეთე. თან კიდე მეორე მომენტი რა არის, იცი? გაჩერდი ორი წამით. მოყურე, ფეხი აი ესე გიდგას, აი. აბა როგორ დავდო? აი ნახე, აი ზედა ნაწილი გიდგას და მე აი უყურე ცეს ვამოძრავებ. ხო? მით. გაასწორე როლა. მარცხნივ წაიყვანე ცოტა დისტანცია დავიცვათ ოდნავ. ოღონ ძალიან არ გააცილო იქით. აი, სწორი საჭე და გააყოლე ჯოხს თვალი. მოვა ფანჯრის შუაში და გაცდი. ჩააგდო უპუსლოში. ეგრე გაჩერება ჯობია. ნელა. არის ჩქარო. ნელა. წინ იყურე. და წვერი ორ ჯოხს შორის შუაში რო შემოვა. გავაჩერდ. მედი. აი მას. ჩავდი პარკინგში, ამოწე რუჩნიკი, ტორმოზი, დაადე. ხო, ჩაწიე, ჩავდი და წავედით. წავედით ახლა გარეშე. ზეწყვეტილ ზოლზე შენი შეეცადე რომ გაისწორო ავტომობილი. შეეცადე რომ ნელა იმოძრავო, ბევრად უფრო მარტივია. აქედან მარჯვნივ მოუხვიე ნელა, კიდე, აი ეგრე. და წაიყვანე ხაზში მანქანა. შეანელე ავტომობილი, თორე იქით გადადიხარ მე ძალიან. აი ეგ. გაასწორე რული, არ გაჩერდი იმას. გააყოლე იმ ჯოხს თვალი. მიიმალოს და გააჩერე. ცოტას ოდნავ წინ მივიდოდი მე. ოდნავ, ცოტა. всё. კაი, იცი რატო? იმიტომ რომ აი ცოტა მაღალი ხო ხარ და შესაბამისად უკანზე ხარ რა. მიდი. გირჩევნია რომ გამოსწორება მოგიწევს, თან თუ მოგვიწევ გამოსწორება მაწყობს, იმიტომ რომ ახსნელი მექნება ვიდეოში. დავა YouTube-ზე ეგრევე. დაძარე მარჯვნივ იყურე სარკეში, დააკვირდი რომ შენი ავტომობილის მარჯვენა ნაწილი არაფერს არ დაეჯახოს. აქ არ უნდა არაფერს მოთვლა, მithვლა. აი ეს. შედიხარ ხო? არ ეჯახები თუ ეჯახები? შედიხარ, რავი, შევიდა მანქანის უკანა ნაწილი შიგნით. ეხლა მარცხნივ იყურე, როგორც კი მანქანა გასწორდება, გააჩერე. всё. გაასწორებ საჭეს. აი ეგრე და სწორი საჭით წახვალ უკან. მეორე ჯოხი შენი ავტომობილის მარცხენა სარკეს გააყოლე თვალი და როგორც კი გამოცდება, всё, ეგ ბევრია. ჩააგდე. როგორც კი გამოცდება და გამოცდი და 10 სანტიმეტრში და 15 სანტიმეტრში გავაჩერე, სხვაობა არის ძალიან დიდი. ჩააგდე დრაივში. კი. Let's go. დაძალე. ნელ-ნელა არ გაჩერდე, ნახევარი მანქანით გაცდი აუცილებლად დაბკოლებას.
და დაატრიალე. აი ეგ. მიდი. კარგად დაატრიალე საჭა. აი ეგ. ეხლა ზოლზე შემიყვანე ისევ და მეორე პარკირებაშიც დადი ოგოსტლეთში. მარცხნივარი ხაზი, ხო? აი ეგ. ემოძრავა. აი ეგ. გაასწორე რული? გაასწორე. მოდი ეხლა გამოსწორება გავაკეთოთ. რა? გამოსწორება. გააქრე ეგ ჯოხი კარგად და გეტყვი როდის გაჩერდე და ვისწავლე. თავი აგიხსნით ან. კიდე. აი მას. კარგი, თუ მოხდა ისეთი გამოუვალი სიტუაცია, სადაც ფიზიკურად არ შეგიძლია, როგორ გითხრა, ანუ ვერ ხვდები იმას, რომ ხაზეთ გახარ თუ არა, ყველაზე იდეალური ვარიანტი არის მაგჯოხის მიმალვა რა. მესამე და მეოთხე გარეშე, ცუდი დისტანცია დავიცავი მაგალითად. მაგ დროს ყველაზე კარგი ვარიანტია ჯოხს მიმალავ, უეჭველი შედიხარ, ოღონდ მარჯვენა მხარეს შენი ავტომობილი ეჯახება და მაგის გამოსწორებას იზრ. მოუხვე ბოლომდე მარჯვნივ. ეგ უნდა ისწავლო, გინდა არ გინდა, ასე რომ ჩააგდე უკუსლოში, ნუ ჩქარობ. გაიხედე მარჯვენა სარკეში, ტელეფონი ხელს ხო არ გიშლის აქ. დავზარით და დავაკვირდეთ, როგორ მივდივართ ახლოს მარჯვენა ნაწილით იმ ჯოხთან, რომელიც იქ მივმალეთ. მიდი კიდე და გააჩერე. სისწორეზე არ მიიყვანო, არ გაუსწორო და ასე შემდეგ. ეხლა ხვდები, რომ აი აქ შეიძლება ზოლები გადაკვეთავო, შეიძლება ჯოხს დაეჯახო და პლუს სანამ მანქანა მიდის და არ გასწორებულა მანამდე იქითკენ მიდის ახლოს, ხო? კარგი. მარჯვნივ მიმავალი მანქანით ვეჯახებოდით მარჯვენა მხარეს ჯოხებს. საით გინდა რომ წავიდეს მანქანის უკანა ნაწილი? ხო, დაატრიალე მარცხნივ ბოლომდე. ბოლომდე. აჰა, ბოლომდე. თამამად ცოტა. აი ეგრე. გაიხედე ხა ისო მარჯვენა სარკეში დაძარი მანქანა და დააკვირდი როგორ გადიდდება დისტანცია ჯოხსა და მანქანის შორის. ცოტაც უნდა მგონი და გააჩერე. ცოტაც ოდნავ კიდე. ისო და მოუხვიე ხა მარჯვნივ ისე და გააგრძელე იგივენაირ მოძრაობას. ბოლომდე მოუხვიე და სწრაფად უფრო, იმიტომ რომ 2 წუთი გაქვს დრო და გამოსწორებაში შეიძლება დაკარგოთ, რომ ძალიან ბევრი. რამდენი წუთი მაქვს? 2 წუთი გაქვს თითო ელემენტზე დრო. ეხლა მანქანა გასწორდება თუ არა, ეგრევე უნდა გავაჩეროთ. მიდი. всё. ცოტა მარცხნივ გაგვიქია და მარჯვნივ გაგვიქცა მანქანის ტრაკი. არა? აი, შენ თვითონ დააკვირდი. ნახე, ხო ვიწროვდება იქ ადგილი ნელ-ნელა. სადა რასაც მანქანის ტრაკი დაუმიჯნებს, იქით შევა. ეხლა მანქანის უკანა ნაწილი ხო შეიძლება რომ გადავიდეს ზოლზე. ხო? ამიტომ რას გააკეთებ ეხლა მარცხნივ მოუხვევ ბოლომდე, ნახე ძალიან დიდი დრო დაკარგე, იმიტომ რომ სისწორე ვერ დაიჭირე მანქანის. ბოლომდე და სწრაფად დაატრიალე ეგ რული. всё, გასწორდა ხო და გაასწორე რული. აი, და წადი სწორი რულით უკან. აი მას. მეორე ჯოხ სარკე გამოსდება თუ არა, ეგრევე გააჩერე. всё. ჩააგდე დრაივში, სხვაგან მოუყურებ, კონკრეტულად სარკე გამოც და გავჩერდით. დაძარი. წავედით ზიგზაგში, ნელაი არა? აი ეგ. გამოცდაზე ეს ყველაფერი 2 წუთში უნდა გავაკეთო? ხო, 2 წუთში უნდა ჩაეტიო თუ დაგჭირდება. შეცდომები არ დაუშვა ძალით და ანუ, რავი, 9 წუთი გჭირდება თითო ელემენტს. რული ატრიალე ბოლომდე. გაასწორე რული, გაცდი 9 მანქანით. არ გააჩერო. გაასწორე საჭე. აჰა, მოუხვიე კარგად ბოლომდე. აი ეგ. ნელაი არა? ეხლა ამ მომენტში წადი უკვე ჩიხიდან რუიანში და აღმართაც აკიხსნი. ნელა. მოუხვიე ახლა. კარგად მოუხვიე, ანუ ნუ ეთამაშები რულს. გაასწორე რული რა, დაატრიალე ჩქარჩქარა. Let's go. აუში ტორმოს ფეხი. მიადე გაზის პედალს ფეხი. წამოიწიე ზემოთ. გაზი. და რო გაქრება, იცი როდის უნდა დათვალო. გაზი კიდევ. 3 წამი გამოიყვანა, ეხლა რო გაქნა მერა? არა, ხო? ანუ ზდეკხასთან ეხლა გახარ ძალიან შორს. მაგიტო გეუბნებოდი ძალიან მაგარ რაღაცას. აუში ტორმოს ფეხი, მე არ მithქვავს რომ უნდა ხედავდე, დავგორდით უკან და აგიხსნე ხელახლა. გაზის პედალს. წამოიწე წინ. გაზს მიეჭირე ფეხი, მიეჭირე. რო გაქრება, გაქრა 1001, 1002, 1003. კარგია ხო უფრო? 1 2 3 ჯობია, რა სიტყვა. ამოწიე რუჩნიკი. კნოპკის გარეშე ამოწიე ხოლმე ეგ. კარგი. ეხლა გავუშვებ ტორმოზის პედალს ფეხს. გავუშვ. და მიადე ნელ-ნელა გაზის პედალს ფეხი. ნელ-ნელა. ისარსაც დააკვირდი ტახომეტრს და მანქანასაც დააკვირდი, ეს ხელი აქ გქონდეს. ტახომეტრს დააკვირდი, გაზს მიეჭირე. ნელ-ნელა. აი, ეხლა ჩაწიე რუჩნიკი, მანქანასაც წასვლა უნდა. всё, ეგ არის აღმართი. გაზზე გედოს ფეხი, ვერ დავგორდებთ. სად არის ძალიან სწრაფი? პარალელურ პარკირებაში. არ არის ძალიან სწრაფი რა. რატო იმაშვები ძალით? შეინელა. წადი იქითაში ხა, იქითა პარკირება გააკეთე. გაასწორე რული. ცოტა მარცხნივ გაუწიე საჭე. გაასწორე ხა, არ იქნიო იქით აქეთ.
აი იქ. გააყოლე ჯობს თვალი. ნელაწადი. ოი. სარკე. ნელაწადი. მესამე ჯოხი რო გამოჩნდება, ეგრევე გაჩერდი. ცაში, კაი. ცაში იყურებოდი? არა, უკანად მინერს უყურებდი. მე მიყურებდი? უკანა ჯოხებს, კაი. მელაიარე. კიდე გახადგილი. აი მას. თორე დარჩები გარეთ. წინ იყურა, შუაშივე იქნება ცხვირი. პარკინგი ხელის მოხვიჭი. კი, ცოტა მარჯვნივ გაგიქცა მანქანის ცხვირი. ეგ მოგდის იქაც და უკუსლის დრო შეგილია რამდენჯერაც გინდა გაჩერდე. და ანუ ფიზიკურად ნუიზამ ისე რომ ძალით არ გაჩერდე და პლუს ცოტა ფიზიკა ხო იცი? ცოტა. რამდენი წლის ხარ? 19. სკოლა ხო დაამთავრე? ინერცია იცი? ინერციის ძალა. ფიზიკა საერთოდ არ სწავლობდი, იმიტომ ჩააგდი დრაივში და წავედი. ჩააგდი რა? მათემატიკა? ხო, მაგრამ ინერცია ხო ძალიან მაგარი რამეა. დაძარი? ეხლა როგორ წავიდა ის მანქანა? დაძარი. ნეონელა გაგორდი. აუში ტორმოსფეხი უყურე. მარჯვნივ მოუხვიე. აი მასე გაჩერდი. წავა ეხა ის მანქანა და ჩვენ საუთ. მე ვფიქრობ, რომ ცოტა ფიზიკის ცოდნა იდეალურია იმისთვის, რომ ავტომობილი ვმართოთ. მოძრავა, მარცხნივ მოუხვია. ზოლისკენ წადი ნეონელა. კაი, გაჩერდი ორი წამით, აქ ცოტა უკან წავიდეთ, იმიტომ რომ ფიზიკურად არ ვიცით რა საკეთებს. ხო, მეც არ ვიცი საჩელის. რეალურად. ფიზიკის ცოდნა არის იდეალური რამე, იმისთვის რომ ავტომობილი ვმართოთ, თქო, არ ვმართოთ. გაძარი მიდი ავტომობილი, დრაივში ჩავიდეთ. მარცხნივ ცოტა ზოლზე იარე. გასწორე, გააყოლე გემსტოლა. ამის, არა, ხო გაცდივ. მოხრო მარჯვნივ. ჩააგდოს მაშინ. გაიხედი მარჯვნივ, თუ გამოსწორება გიწევს, ხო გავიარეთ და კიდევ ერთხელ ავხსნით. ყურადღებით იყავით, ახლოს თუ მიდიხარ, გამოვასწორებ. დაჟე 5 სანტიმეტრითაც არ გავუსწრებ ასე ვთქვა. გასიზავე ხმა, საით უნდა მოუხვია? ბოლომდე. სწრაფად. აი, დაძარი მანქანა, გაადიდე ეგ ადგილი. всё, ცოტაც უნდა გაამალოს. ხაი მას. დაძარი დააკვირდი, კიდევ ხორ გჭირდება გამოსწორება. თუ შედის, ხო? შევიდა უკანა ნაწილში. გასწორდება თუ არა მანქანა, ეგრევე უნდა გაჩერდო. აი ბევრია, ნახე. აუში ტორმოსფეხი ეგ არის ინერცია. აუში ტორმოსფეხი არა. აი შენ თვითონ უყურე. ნახე, ინერცია არის მომენტი, როდესაც მანქანა თავისი ძალით კიდე მიგოროს. რაღაცას რო ესე ხელი მიატყა რა, იმ ბორბალს, გოლს. რო გაგორდება ეს ბორბალი, ეგრევე ხო არ გაჩერდება. რაღაც მომენტი და დრო ხომ უნდა ტორმოს რო დააკვეთს რო გაჩერდეს რა. ეგ არის ინერცია. მოკიდეოს ხელი, გააკვირდი როგორც კი პარალელური გახდება. всё. ამის იქით რო წახვიდე. უკვე სწორი აღარა, გასწორე. აი. წავედი სწორად. გურე. всё. ჩააგდე. ახლა შემდეგ გარეს გააკეთებ შემდეგ. ეცე. ნახევარი მანქანის რაც დიდ აპყრობას ისე არ მოუხდე რომ არ გასწრებ ნახევარი. ხაზი საით არის? მე მოუხვი. არა, მარჯვნივ არ არის ხაზი. მარცხნივ. აი, სარკიში დახედე, უყურე სად ხაზი და სად შენ, ხო? შენ თუ მარჯვნივ მოუხვევ, კიდე მარჯვნივ წავა ისო. აი, ხო, ვერაფერს ვერ იზავ, გააქრე ჯოხი. არ მიიყვან ხაზისკენ მეუბნება იგივე. იქითაც ხომ უნდა იყო. მანამდე უნდა გეფიქრა მაგაზე რა.
ნერვიულობ. შენი თან ყურადღებას მე ყურებს ავიღო. არ უყურო რა, იქნება. ჩქარა ბოლო. ეს ბევრი. ეგრე ხო ვერ შეხავ. იქითაც ხომ მანძილია. აუშვით ატმოსფერხი. იქითაც ხომ მანძილია. ხაი დაფიქრდი შენ. იქით ხო არ უნდა დაეჯახო ჯოხის. ხო, დაძარი და ოდნავ გაადიდე ეგ ადგილი. всё, ანუ ხო გეყოფა შესასრულო. ხო. ამ დაშორებით რო ყოფილიყავი შემოსვლის დროს ხო აღარ გააჩერებდი მანქანას. შემოხვიდე. ანუ იდეალური. ეხლა იქით გაიხედა. გასწორდები თუ არა გააჩერე. ბევრი. მანქანის ნაკი ცოტა იქიცავ. არა უშავს, მაინც დიდი მანძილი თქვავთ შევხვდეთ. გასწორებული. აი მას. მეორე ჯოხს საერთოდ ამოსწორდა და გააჩერე. როგორ? ახლოს ვარ და. ცხვირია მანდეთ ახლოს. იმიტომ რომ ტრაკი იქით გაგვეხსეთ ხო გითხარი. просто აი პრობლემა არ არის ზოლებს არ ყავს. მაგრამ შემოსვლის დროს და უკუსვლის დროს შეგვიძლია გაჩერდე რამდენჯერაც გინდა. ხო არის ეგ? გამოიყენე მე. გააჩერე და აკვირდი. გაქანებით რომ იყავს მანქანა რა? ჩაგვიქრებში.